მე ყველაფერი ჩანაწერი მაქვს, რომელიც დევმა არ იცის. მე გააბჟღავნეთ და მივცეთ ფული, თო რა პრობლემა? რატო უნდა მივცე ფული? ფულს არ მთხოვს ეს ადამიანი მე. არ ცნობილი ტიპი გავხადოთ თუ ესეთი მაგარი ტიპი ყავს საქართველოში რომელიც გახდება ჩემნაირი ძალიან ბევრია. გველაპარაკება ერთი წამი რა ქალბატონო ნინო რა. სხვადასხვა ხვით თუ გველაპარაკება და შეიძლება მსახიობი იცი რამდენი ხმით ლაპარაკი შემიძლია ქალბატონო. ბიჭები და კი რა კარგი შეყვარელი ტიპი ვარ და. მოგეწონათ ქალბატონო. შემიძლია მე-4, მე-10, მე-15 ხმა ჩავიწერო 50 ხმა. იცი ერთი მსახიობი ერთი წამი ერთი მსახიობი შეუძლია 17 ხმაზე საუბარი. თუ გააკე განათლება მიღებული და თუ ბიჭო შეიძლება შეუძლია რაღაცა სხვადასხვა ენაზე ილაპარაკოს და თავი გაგვახაისია რომ ეხა სამტარი არსებობს WhatsApp-ზე. ან WhatsApp-ზე ვესაუბრებოდი ამ ქალბატონს, ამ იქ რამე გავაკეთე, ჩავიწერე. მის ჩავტერი რა შუაშია შეგიძლია ხმა შეიცვალოთ შეუულებრივად რა პრობლემაა. მე ბისმიერი ადამიანის ხმას დაიყენებ ვისის ხმაც გინდა. კი. დავждები და უნდა დაიყენებ მოუსმინე ქალბატონს ვიდეო თუ არ იცი და ჩავთო და დავანახო მე ჩემი შვილის სურათი და არ ვიცი როგორ ჩავთო. არ გინდა თან მაგის დანახება თუ არა და მე მეგონი ჩავთე. თუ არა. ერთი წამი. სევის უნდა დააჭიროთ. ბიჭო რატომ მტკიცებთ ამ ცირიკოს რაღაცებს? არა არის მისმინე ჩემნაირი გამწარებული დედა ძალიან ბევრია რა თქმა უნდა და ღმერთმა აღარავინ აღარ გაამწაროს. ჩემი 20 წლის გოგო გადავარდა მე-4 სართულიდან. ვისთან ვინებიც იყვნენ მასთან ერთად მე მიმტკიცებდა რომ შენი შვილი გადახტაო. როგორც ყუაზე ვიქნებოდი ახლა ჯერ ეკლესიური იმიდან გამომდინარე რომ იქ იმას არაუგებენ რა ქვია უკვე ისა ვარ არეული ვარ. მე ის რომ გეუბნებიან შვილი გადახტა. მე ამის ინტერესი სრულიად შემთხვევი აი ესე ჩემი შვილის ნათელი და სანთელი არ ჩეკრას როგორ შევაბრუნებ როგორ შევაბრუნებ რომ დაგანახოთ აი ჩემი იაკო სრულიად შემთხვევით ვიძექი ასე არც ვიდეო მქონებია ჩემი შვილის არც არაფერი აბსოლუტურად. რომ ის მეფიქრა, რომ მე დევმა სადღაცას მოძებნა, სადღაცას კი ბატონო, ყველაფერი მოძებნა, მოიძია ყველაფერი. ხმა როგორ შეიძლება მითხარით, რომ ერთი ჩემი ნიაკოს ხმით მელაპარაკა. ის სიტყვები მელაპარაკა, რაც ჩემი შვილი მე მეძახდა და მეუბნეოდა და მელაპარაკებოდა და ისეთი რამები მითხრა, რა მე ეს ყველაფერი ჩაწერილი მაქვს. იმიტომ მაქვს ჩაწერილი, იმიტომ კი არა რომ მე ვინმეს დასამტკიცებლად, მე იმიტომ რომ მე უბრალოდ მე მომესმინა მისი ხმა რომ რა მელაპარაკა, იმიტომ რომ მე დამავიწყდებოდა. და ამიტომ ჩავიწერე. ძალიან გული მტკივა. მე დეივის იცი როგორ მჯერავს, რომ არავის ტყუილს არ ეუბნება. ხალხო არ გინდათ ასეთი ლანძღვა და გინებ არ გინდათ აგრეულ კაიფში მაშინ არ გინდათ თუ იცი დამტკიცებული თუ გაქვს კაიფში ხართ თქვენ მე ვარ მსახიობი ვინ არის ქალბატონო და გისმენთ ქალბატონო არა თუ იცი რომ შენ ნამდვილად მოგატყუა ნამდვილად კი ბატონო ლანძღეთ აგინეთ მაგრამ არ არის ეს ადამიანი სალანძღავი და მსახიობი რასაც ხო და იმას გეუბნეოდი რომ ზუსტად ერთი ღამე იყო, როდესაც მე ასე უაზროდ ვიჯექი და სკროლავდი ამ TikTok-ს, არ TikTok-ი ვიცოდი, არც არაფერი არ ვიცოდი და წავაწყდი ისეთ რაღაცებს ელაპარაკებოდა ვიღაცას და მივწერე, რომ მეც მინდა თქვენთან მეთქი და მითხრა, რომ არის საქველმოქმედო ის ქონდა, მაშინ ვიღაცა გაჭირვებულ ოჯახს ეხმარებოდა დეივი და იმისთვის მე სუსტად ვიტყვით ახას დავასახელო დეივი 50 ლარიო გადაუვრიცხეთო იმასო და მე უფასო დიაგნოსტიკას ჩაგიტარებთო თუ უფასო თუ რაც არის. მეორე დღეს მე გადავრიცხე იმ ოჯახზე
და ის არა ქვია მეორე დღის 5 საათზე ჩემი ნომერი მივეცი რა თქმა უნდა და დამირეკა რომელი რა უნდა მოეძიებია მითხარი რომელიც არც TikTok-ზე ვიდეოები არ მქონდა მის მერე დავაწყე ჩემი შვილის ვიდეოები არც Facebook-ზე არ მყოლებია და არც Instagram-ზე რანაირად უნდა აი უბრალოდ ამიხსენით ხალხო მე შეიძლება გავაფრინე აი მაინტერესებს ქალბატონო მე თქვენ მოდის გიხდე ხამ სიტუაციის გამო და კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა მართლა თქვენ მართლა არ მინდა ხოლმე ესეთი პრომოდება შევთავაზო ვიცი თქვენ რომ ამოდიხარ ხოლმე აი მაინტერესებს ცოტნეს რა განცდა დაეუფლა ამ ყველაფრის შემდეგ რა ბიჭო აი რა განცდა დამეუფლა და მაინც არ მჯერა შენი აი მომკალი და არ მჯერა ესეთი აი არ გჯერავს ნუ გჯერავს შეინახე რატო ილაძღები მაშინ შეიძლება რაღაცის არ გჯეროდეს მაგრამ სხვის რწმენა, სხვის დამოკიდებულება, სხვის საქმე. მე კიდე უფალი მეტი სპორტსმენა ჩემ ცხოვრებაში არ არსებობს. არ არსებული ეს შავი ეს მაგის მე რა დამიფიცებს იმას რომ ეს მაგის არ არის. როგორ შეიძლება ემსახურებოდეს შავი მაგის წარმომადგენელი ღმერთს? აი პროსტა როგორ შეიძლება ესაუბრებოდეს შავი მაგის წარმომადგენელი ღმერთს? ანუ ამას მამაოები აღიარებენ და შენ რატო ვერ აღიარებ ეს გავიგე რომელი მამაო აღიარებს და რომელი ეკლესიის პირი აღიარებს შავ იმას მაგიას ხო არის ძალიან ძლიერი ნებისმიერი ეგეთ რამეს აგერ აი 547 კაცი ეგეთ ფაქტს გეუბნებით რა ამასაც მამაოს ვიდეო ამომიგდო რომელიც ამბობს რომ არიან თეთრი და შავი მაგებიო და შავი მაგები სატანისტები არიანო ეგ აბსურდია თეთრი და შავი არ არსებობს მაგია მაგრამ ნახე აი კონკრეტული მამაო ჩემთან იყო პირადად 6 თვის უკან მე პირადად მოუხსენი ჯადო და კომენტარებში დავწერე რატო ატყობ ხალხმეთი გაიგე ეს ერთ და მეორე რა შენ რო არ გჯერ ამ ყველაფრის რა შენ რო არ გჯერ ამ ყველაფრის შენ ღმერთის გჯერა შენი ღმერთი გასწავლეს დედააგინე ადამიანსო რომელსაც აიცნობო არა ძმაო მე გითხარი თო დაგიჯერებ მაშინ როცა ცოცხლზე დავждები და გავფრინდები დეივი ერთი ჩემი მეგობარი ირმა ჩარდა აი ცოცხლზე დავждები და გავფრინდები რა ლაპარაკია ცოცხლზე დაждები რა ეს ის ხო არ არის როგორ შეიძლება ეგეთი უაზრო ლაპარაკი ამ ჯერა ქალბატონო ეგეთი რაღაცები ჯერა ცოცხლზე რომ დავждები და გავფრინდები აი მაშინ დავიჯერებ რა წავედი ახლა კარგად შენ სასიობადაც ვერასდროს ჩამოყალიბდები ეს კარგად დაიმახსოვრე ავიდან შემეცოდა გამაზე რომ ეს დაამუჭერეს და შუაზე გახიეს ადამიანურად შემეცოდა მაგრამ ესეთი კი თემო კი არა სახი უნდა გადააძლო იმენა მე ვერ მოუწარი